ის რაც ახლა დასავლეთ საქართველოში ხდება, შემზარავია და არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ საქართველოში ხარ, ამერიკაში ხარ, ემიგრაციაში ხარ, მოკლედ სადაც არ უნდა იყო, აი გული გეგლიჯება. მე მთელი დღე ვერ ვყოლობ ადგილს იმას ვფიქრობ, რომ რა საშინელება ეს რო გაიღვიძებ და ეს დაგექცევა მთელი ცხოვრება თავზე და ან მან დრო ვიყო რას ვიზამდი არ ვიცი, ხო, ფიზიკურად ვერავის ვერ დავეხმარებოდი. მოკლედ ამაზე ვფიქრობ მთელი დღე და მივხვდი რომ სულ რო გავიძახე რომ ეს ნუკი კოსმეტიქსი ქართული კომპანია და ჩვენ ქართული კომპანია, ну რაღაც პასუხისგებლობა ხო გააქვს, ხო, ადამიანს უნდა რაღაცა გააკეთო მაშინ შენ სამშობლოშიც, ხო? საერთოდ ქველმოქმედება ყველასთვის, ჩემთვისაც, თქვენთვისაც არის ალბათ ძალიან უხერხული რაღაცა, იმიტომ რომ სუგონია რომ ნუ ეხავს რომ ცოტათი დაეხმარო, მაგრამ თუ არ გაქვს საშუალება, მაშინ საერთოდ არ ეხმარები და აი ეს რაღაცა უხერხულობა ყოველთვის არსებობს, როდესაც ქველმოქმედებაზეა საუბარი. ამიტომ ბევრი ვიფიქრე და ვიფიქრე რომ მოდით ხვალ პარასკევს, აი არაფერი დღესასწაული არ არის, არაფერი მიზეზი არ არის, გარდა იმისა რომ ადამიანები წვალობენ ძალიან ჩვენ სამშობლოში. მოდით თითო ლარი შენაძენიდან, აი რომ მოხვალთ ჩვენთან და შეიძენთ იმ ფასად, რა ფასადაც იყიდება ჩვენი რაღაცები, იქიდან თითო ლარი გადაირიცხოს ფონდში, რომელიც დაეხმარება გურიას და ამ ხრივ ჩვენც რაღაცა კარგს გავაკეთებთ და თქვენ რაც მთავარია შეიძლება გინდოდათ და გაქვთ სურვილი, მაგრამ არ გაქვთ საშუალება, რაღაცა მონაწილეობას მიიღებთ ამაში და მე მგონი ერთად აი სულ რო ძალიან ცოტა შეგროვდეს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შეგროვდება, რაღაცას ჩვენც გავაკეთებთ, მეც გავაკეთებ და თქვენც ჩვენთან ერთად გააკეთებთ. მე ისედაც ძალიან მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც მოდის ჩვენ სტენდთან და რაღაცას ყიდულობს ონლაინზეც, რა თქმა უნდა, ვრცელდება მათთვის, ვინც ემიგრაციაში არის, რომ თითო ლარი აუცილებლად გადაირიცხება გურიის დასახმარებლად და იმედი მაქვს, რომ რაღაცა კარგი გამოგვევა და ცოტათი მაინც დავეხმარებით. აი, ვერ წარმოიდგენთ რა, როდესაც ადამიანს უჭირს, შეიძლება ის სუპაწაწინა თანხაც რაღაცას ცვლიდეს მათთვის და ვნახოთ რა გამოგვევა ხვალ პარასკევს მობრძანდით ნუკი კოსმეტიქსის სტენდებთან და ერთად გავაკეთოთ სიკეთე.